ქართულ პოლონური ექსპედიცია გონიო აფსაროსის ტერიტორიაზე. გონიოს ციხეზე არქეოლოგიურ კვლევებს ამჯერად ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად ვარშაველი არქეოლოგები და სტუდენტები ჩაატარებენ. მიზანი გონიო აფსაროსის კასტელუმის ტერიტორიასა და მის შემოგარენში კვლევებთან ერთად ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელება, სამეცნიერო შრომების მომზადება და გამოქვეყნებაა. ექსპედიციას მუზეუმ ნაკრძალის მმართველი და ვარშავის უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე უხელმძღვანელებენ. გონიო აფსაროსი 5 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთია განთავსებული. არქეოლოგების განცხადებით ამ ეტაპზე მისი მხოლოდ 17%-ია შესწავლილი. სპეციალისტების თქმით, ციხე 2800 წლის ისტორიას და კულტურას ინახავს, მათ შორისაა ანტიკური, ელინისტური, ბიზანტიური, რომაული და ოსმალური ეპოქა. მე ქართულ პოლონური ექსპედიციის ხელმძღვანელი ვარ. ეს არის პირველი სეზონი და შეიძლება ითქვას ისტორიული მომენტი. პირველი პოლონურ-ქართული ექსპედიცია. ჩვენ ქართველ კოლეგებთან ერთად შევისწავლით ცნობილ, თუმცა ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელ გონიოს ძეგლს. ეს რომაული ციხეა და მე რომაული ეპოქის, რომაული კვლევების სპეციალისტი ვარ და აქ ამ ეპოქის შესასწავლად ჩამოვედი. ისინი ჩამოვიდნენ, ჩამოიყვანეს მათი სტუდენტები, არქეოლოგები და ეხლა მიდის გათხრები გონიოში. მიცემული აქვენ ერთი უბანი და დაგვეხმარებიან მეორე უბნის გათხრაში. ჩვენ მემორანდუმით ალბათ ეს გაგრძელდება ერთწლიანი პროგრამა არა, ეს მრავალწლიანი პროგრამაა. მომავალ წელს ჩვენ გვინდა რომ მოლაპარაკებები გვაქვს უფრო დიდი ექსპედიციები დავგეგმოთ იმდენად, რამდენადაც ჩვენ ეხლა ვაკეთებთ გონიოში ძალიან საინტერესო და დიდ ბაზას არქეოლოგიურს. მე მგონია დასავლეთ საქართველოში მაგას ანალოგი არ შექმნება.